ნელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი უკვე გენერალურ პროკურატურაშია. რამდენიმე წუთში ბადრი ჯაფარიძეს ბრალის დადგენილებას ოფიციალურად გააცნობენ. ის შესვლამდე გამომძიებლებთან გააკეთებს მედიასთან კომენტარს. ბატონო ბადრი, პირდაპირ ეთერში ვარ და გითხარით თქვენი პოზიცია იმ ახალ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებში თქვენ საბოტაჟს გედავებიან. როგორი არის თქვენი პოზიცია? რეალურად რასთან გვაქვს საქმე? რამდენიმე დღის წინ ჩვენ აღვნიშნეთ 35 წელი 90 წელს ჩატარებული დემოკრატიული არჩევნების შემდგომ და ამ 35 წლის განმავლობაში ჩემი პირადი ამოცანა ყოველთვის იყო, რომ წინააღმდეგობა გაგვეწია სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული საბოტაჟის მიმართ, წინააღმდეგობა გაგვეწია დემოკრატიული და არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მიმართ, რომელსაც ადგილი ჰქონდა 92 წელს და მე მაშინ ვიყავი პარლამენტის შენობაში და გარედან ბომბავდნენ, ტყვიას გვესროდნენ, მაგრამ ჩვენ ვიცავდით დემოკრატიულ არჩეულ ხელისუფლებას. შემდგომშიც მთელი ჩემი გზა პირადად და ჩემი თანამებრძოლების ყოველთვის იყო მიმართული იმისკენ, რომ სახელმწიფო დაცული ყოფილიყო საბოტაჟისგან და ეხლა ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ საბოტაჟს ახორციელებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოს მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ, ეს ხელისუფლება გვიყენებს ბრალს საბოტაჟის ბრალდებით. რა თქმა უნდა, ეს არის პროკურატურის მიერ პოლიტიკური დავალების შესრულება და ამოცანაა, რომ გაანადგუროს პოლიტიკოსები, გაანადგუროს პოლიტიკა, მაგრამ მე ვფიქრობ, ამით ქართული ოცნება თვითონ აჩქარებს თავისი პოლიტიკური სამარის გათხრას, იმიტომ რომ ის აბსურდი, რაც მე მოვისმინე ეხლა, რომ თითქოს ჩვენ ბრალი გვედება სახელმწიფოს მიმართ საბოტაჟში, ეს არის სწორედ შებრუნება რეალობის, იმიტომ რეალობა ის არის, რომ ქართული ოცნება ეწევა დღეს საბოტაჟს სახელმწიფოს მიმართ და ჩვენი ამოცანაა, რომ საბოტაჟს დაუპირისპირდეთ კონსტიტუციური მშვიდობიანი მეთოდებით, პოლიტიკური მეთოდებით და ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არის, რა თქმა უნდა, არჩევნები და ეს არჩევნები აუცილებლად მოიტანს ამ ქვეყანაში მშვიდობას, საზოგადოების გამთლიანებას, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა ეხლა უნდა იყოს, რომ საზოგადოება დამშვიდეს, დაპირისპირება კი არ გაიზარდოს, რასაც ახლა ქართული ოცნება ცდილობს, არამედ პირიქით დაპირისპირება აღმოიფხვრას, იმიტომ ეს არის ჩვენი ქვეყანა, ამ ქვეყანას გადარჩენა ჭირდება, ამიტომ ემოციებს არ უნდა ავყვეთ, უნდა ვიმოქმედოთ შვიდად, კონსტიტუციური გზებით, პოლიტიკური გზებით და რაც თავარია პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დავაყენოთ. არჩევნების არაღიარება გახდა იმის მიზეზი, რომ თქვენს მიმართ დაეწყოთ ეს სისხლის წარმოება რადიკალიზაციის პროცესებში მონაწილეობას. 2024 წლის შემდეგ პროცესების რადიკალიზაციაში იღებთ. ეს არის თქვენი მოგონილი შეთითხნილი ტყუილი. არანაირ რადიკალიზაციაში მონაწილეობა არ მოგიღია. ეს არის იმედის და ქართული ოცნების პროპაგანდის შეთითხნილი ტყუილი. ტყუილია ეს არის სრული ტყუილი, ეს არის კიდევ ერთხელ ახალგაზრდა ადამიანს არ უნდა გაამეორებინოს პროდიუსერმა ესეთი ურცხვი ტყუილი, არ არსებობს ეგეთი, არ არსებობს, ეჭვი არ არსებობს არანაირ. კიდევ ერთხელ, ის ადამიანები, მე გიპასუხებთ ესე, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან, ისინი იდგნენ სახელმწიფო გადატრიალების უკან 92 წელს. ეს არის ფაქტი. მათ დაამხეს კანონიერ არჩეული ხელისუფლება. მათგან განსხვავებით, ჩვენ ყოველთვის მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა არის არჩევნები. აი ეს არის ჩვენი პოზიცია. არ არსებობს არც ერთი განცხადება, კი არა, განზრახვაც კი არც ყოფილა არასდროს არსად, არც კი თქმულა. ეს არის კიდევ ერთხელ სრულ პროპაგანდისტული ნარატივი, მაგრამ არ უნდა გაიმეორონ ახალგაზრდა ადამიანებმა სიცრუე. ან უნდა გაჩვენოთ თქვენ პროდიუსერებმა, სანამ დაგავალებენ, გაჩვენოთ თქვენ ერთი განცხადება მაინც. ბატონო ბადრი, თქვენ ელოდებით თუ არა, რომ მთელი ამ პროცესის მიზანი არის? საიდან ჩვენი მოწოდება იყო და არის არჩევნების გზით კრიზისის განმოხტვა. არჩევნები არ არის რადიკალიზაცია, არჩევნები არის კონსტიტუციური გზა კრიზისის განმოხტვის. ჩვენი მოწოდება იყო დარჩება მუდმივ, რომ კრიზისი უნდა განიმოხტოს არჩევნების გზით. ამიტომაც მივიღეთ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, ამიტომაც მივიღეთ მონაწილეობა შარშან არჩევნებში და მივიღეთ მონაწილეობა შემდგომ არჩევნებშიც. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა პოლიტიკურ კრიზისს უნდა განიმოხტოს ხოლმე არჩევნების გზით. ბატონო ბადრი, თქვენ